გესალმებით, კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პროპორციული, სამწუხაროდ დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალება ჩვენ უკვე აღარა გვაქვს, იმიტომ რომ ხელისუფლება მთლიანად არის დახურული, არ იცავს კანონს, არ გასცემს საჯარო ინფორმაციას და ჩვენ გვიწევს, ასე ვთქვათ, ჩემულითი გზებით რაღაცა სტატისტიკური მონაცემების დამუშავება იმის წარმოსადგენად, თუ რეალურად რა ხდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით. თუმცა ეს ციფრიც პრინციპში ადასტურებს იმას, რაზეც იყო ყოველთვის ეჭვი საზოგადოებაში, რომ განსაკუთრებული პატივისცემით ანაზღაურების კუთხით, ანუ ყველაზე დიდი წახალისება, მოდი ესე დავარქვათ, ბიუჯეტის ხარჯზე ხდება სწორედ ძალოვანი უწყებების. ეს არის პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუსი, სასამართლო ინსტანციები, პროკურატურა და ასე შემდეგ. ანუ ეს ციფრები უბრალოდ მიანიშნებს იმაზე, რომ რეჟიმი ცდილობს ყველაზე დიდი თანხა გასცეს სწორედ იმ უწყებებზე, რომლებზეც ეს რეჟიმი დგას. აი აქ მაქვს ასეთი შეკითხვა, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რომ თუ კი აი ახსოვს ჩვენს აუდიტორიას, როცა პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, მაშინ საკუთარი ჯიბიდან ხარჯავდა პოლიტიკურ პროცესებზე, საკუთარი პარტიისთვის, საზოგადოებისთვის, ეს დაპირებებს რომ თავი დავანებოთ, რასაც ხარჯავდა საკუთარ ფულს, ახლა ის ამ ფულს ფაქტობრივად აღარ ხარჯავს და ჩვენი გადასახადებით აგროვებული მთლიანობიდან, ბიუჯეტიდან უხდის ჩვენს თანხებს მათ, ვინც ჩვენ გვცემს, ვინც ჩვენ მართლმსაჯულების გარდა ყველაფერს აყენებს ჩვენს თავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ის ფულს აღარ ხარჯავს ამ საქმეებში და ჩვენ გვახდევინებს იმ არალეგიტიმური ქმედებების ფინანსურ ნაწილს, რასაც ის ახორციელებს, ხო? რა თქმა უნდა, ანუ რეპრესიულ რეჟიმს უკვე აღარ აქვს არანაირი, ასე ვთქვათ, შეზღუდვა, ანუ მხოლოდ რუსთაველის პროტესტი რო გავიხსენოთ, რუსთაველის, ასე ვთქვათ, აქციებისთვის მინიმუმ 2 მილიონი ლარის ჯარიმა არის გამოწერილი, მაშინ როდესაც ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ჯარიმები ფაქტობრივად არ გაიცემა ცალსახად ტრანსპორტის, რა ვიცი მე, დანაშაულისთვის თუ სხვა, თუ ასე ვთქვათ, საწარმოების მიერ ბუნების დაბინძურებისთვის, ხო? ანუ რეალურად მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი იმართება ისე, როგორც მოესურვება ერთ პარტიას და აქ უკვე აღარ არის ბალანსი, აღარ არის მაკონტროლებელი ორგანოები, ერთმანეთს არავინ არ აკონტროლებს. და ის ბოლო, ასე ვთქვათ, ბასტიონი, რომელსაც აქვს კიდე საშუალება და დამოუკიდებლობა იმისა, რომ მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კონტროლი, კორუფციური გარიგებების მოძიება, ასე ვთქვათ, გადაცდომების პრევენცია, მათი განადგურებას უკვე დღის წესრიგში არის და შემდგომში უკვე ეს პროცესი გარდაუვლად კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე ახლა არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, ჩვენ ახლა ვახომაც თქვა, აღნიშნა რომ ალბათ 2025-ში თუ დასცალდა, ალბათ ეს თანხა, არ ვიცით, ასტრალში გავა. ეს არის თუ არა კორუფცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ქაღალდზე დაწერილი და ჩვენ ეს ამოვიკითხეთ, არის ღია, შეგვიძლია თქვა თუ არა, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია. იცით რა არის, ეს არის პირველ რიგში სახელმწიფო ფულის ფლანგვა და ეს არის, რა თქმა უნდა, ლოიალობის შესყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. აი ეს შეიძლება ამას დავარქვათ. ეს ჯდება პრინციპში იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ერთი პარტიის მიერ მიჩნეულია როგორც საკუთარი, რა ვიცი, კერძო საკუთრება, რომელსაც ისინი განკარგავენ და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენებენ. ანუ ეს არ არის ხალხის ფულის განკარგვა იმისთვის, რომ ქვეყანა მიაღწიოს რაღაც დასახულ მიზნებს. ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ საკუთარი მიზნების გადაწყვეტისთვის სახელმწიფო სახსრების გამოყენება. აი ესე შეგვიძლია ამას ვუწოდოთ და ამას მე კიდე დავამატებდი იმას, რომ ბოლო დღეებში უკვე 4 თვე არის დახურული არის დეკლარაციების საიტი, რომელიც საშუალებას მოგცემდა, რომ უფრო დეტალებში ჩავსულიყავით და კონკრეტულად თანამდებობის პირებს გავყოლოდით და მათ მიერ აი ამ თანხების ათვისება გამოგვეაშკარავებინა. ესეც კი დახურეს მაშინ, როდესაც ცდილობენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც წლებია მუშაობენ კორუფციაზე და ბიუჯეტის ხარჯვის არაეფექტურობის მხილებაზე, ეს ორგანიზაციები საერთოდ გააქრონ საჯარო სივრცეში.